არჩევნებზე როგორ არ წავიდე, მაგრამ ვირავირში ეს არ ვიცი. მერსი სურვებდით ქუთაისისთვის. აიმე შვილო, მე ძალიან სტარიბოდნია სიმართლე ვითხრა, ჩემ დროს იყო შაშიაშვილი, ჩვენთვის რა იყო არ ვიცი და კიდე შაშიაშვილთან კაცს ვისროდი, ასე მგონია მართალი კაცი იყო. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეს არ ვიცი, ახალგაზრდა და ეს არ ვიცი, ვერ გეტყვი. დრო გვიჩვენეს ბებო, რამდენი თვეში, რამდენი შეიცვალა, რამდენი მერი შევიცვალეთ, რამდენი წლის განმავლობაში. ერთმა ისეთი არაფერი გააკეთა, რომ ქალაქს წადგომოდა. აი რა. გამომაგდო იმ ბინიდან რომ გამომაგდო და ქუჩაში რომ დამაგდო. ამას მივცემ ხმას. ისე მე ერემეიშვილი მომწონს. არაფერი საქმე არ მქონია, მაგრამ მომწონს. რატო გამომაგდო? უსახკარო ვარ და უბინაო დამტოვა ეგერ. არ მივდივარ არჩევნებზე, სულ არ მინდა ქოცების მოსვლა. მიშა გამოვა ციხიდან და მობრუნდება აქანა. და მაგას დაამხობს ავდაღმა. Вот так, ნაციონალი ვარ, ნაციონალი. არ ვიყიდები ასლარში. ხო. თოლითა ბინაში ვცხოვრობდი და იგი გამომაგდო იქიდან ნანგრევებიდან. არ დამაყენა. და ნაქერაებში გამიშვა ეგერ, ჩემ პენსიას ქირას ვაძლევ. დავარდილი ავამტყობი მყავს და ეტლი არ მომწეს, კალიასკა, წვია და რა თუნდაო. მასე არის დედიკო, ასე გადაეცი შენ თავრობას. როგორ მე ლელოს იგი ვარ, მომხრე. ლელო მევიდეს, ლელო, იქი რო არის, ლელო, იქ. თბილისში ის ლელო მოვიდეს ახანაგიდა. კაი, ნაციონალები არ გინდათ, კაი, გადაშენდა მაგენი და ღმერთმა ბედნიერად არებიოთ ევროპაში და ლელო მევიდეს. როგორ მერსი სურვებდით ქუთაისისთვის? როგორი მერი ჭირდება ქუთაისს? როგორი მერი? ჯიბაში რო არ შეიდებს და მე რომ მომცემს ბინას და იმას, რა ქვია, პენსიას კაის. ხო და ახლა დაასუფთავებს კიდო. მთელი იგი ქუთაისი იმას მიაქვს, რა ქვია, ნაგავს. დასუფთავება არ უვარგია. ბალახი და გველებით ასავსე. მაგი მიჭირს სულ. არა სუფთა ქალაქი. თბილისი არ ყოფილა სუფთა ქალაქი და ქუთაისი ვინა. ისე ხახალეიშვილი მე მომწონდა. მაგრამ მალე გეიქცა, ბევრი მილიონზე იყო. დროზე უშველა თავს. არ ვიცი. როგორ მერსი სურვებდით ქუთაისისთვის? ოცნებიდან არავის. რომ იცოდეთ. იმიტომ რომ ერთად ვერაფერი ვერ გააკეთეს. ისე ოპოზიცია ჯობია. არჩევნებზე წასვლას. აზრი არ აქვს, ასე წევიდე, მითხარი. რა გაკეთე 20 წლის განმავლობაში? საერთოდ გაკეთებულა შეიძლება ბეძი. ადამიანი რომელს ხალხის რა იფიქრებს და არა თავის ჯიბესთვის და თავის მომავლისთვის და შე მეტი არაფერი სხვა. რომელს თავის შვილის მომავლის წინა დააყენებს ხვის მომავალს და იგი რა არ გემედებს ხალხს და იფიქრებს ხალხის და იგი სხვა რა უნდა იყოს. როგორი მოლოდინები გაქვთ არჩევნებში? არა ვითარი, არა, სიკესგა მე ვერ ხედავ რა. მომავალი ვინც ახალგაზრდობა გედინება საქართველოსთან და მე ახლა ჯეკი შემილია მუშაობა რა ზრაბაგი ფიზიკოსნო მე მომავალი აღარა ვარ. ნენაგო წამავალი ვარ და მომავალი გაბი საქართველოსთან. ჩემი შვილი გაქცევაზე ფიქრობს. ერთი მეორე გაქცევაზე ფიქრობს ბიჭი და ავეხედე მე მომავალ პირობებს ვხედავ რომ რაღაცა გაკეთეს ელემენტარული. ეგი შემოგვაკა თუკეთი რა. აღარ ვიდაპავგო მეტი მე. ოპოზიციის ნაწილი დედა გამარჯობა. რომ გითხრათ, აპირებ თუ არა არჩევნებზე წასვლას? დიდი ხარ თუ არა? კი, რა თქმა უნდა. რა განწყობით, რა მოტივაციით, როგორი მოლოდინები გაქვთ ამ არჩევნებიდან? კარგი და კეთილი მოლოდინით. როგორ მერსი სურვებდით ქუთაისისთვის? არ მივდივარ. ჩაგვეწერებით? არა. ახლა არ მივდივარ. რატო უნდა წევიდე არჩევნებზე? დახმარება მქონდა და გაჭირებულ ბოს მოусნეს. რატო მოусნეს? შკაფი რო ვიყიდე? არ ვიცი, ვერ გეტყვი, წავალ თუ არა ვერ გეტყვი. ისე ზოგადად როგორ მერსი სურვებდით ქუთაისისთვის? ადგილობრივი ქართველობის არჩევნებია. რა? როგორ მერსი სურვებდით ქუთაისისთვის? როგორ და კაის თუ გააკეთებს რამეს. რომელი აკეთებს რამეს? აკეთებენ თავისთვის. ჩვენთვის არავინ არაფერს არ აკეთებს. მე რას აკეთებენ? რაც ისეთი აკეთებენ რამეს და არც მაგერ. ჩვენთვის არავინ არაფერს არ აკეთებს. გაჭირებული ხალხისთვის და თავისთვის გაკეთებული აქვს. ხალხი უმუშევარია. კაი, ქალაქში კიდო
ვისაც მიგენი არიან, ბევრი არიან ემიგრანტები წასული. იმათ არ უჭირს იმდენად, იმიტომ მე თვითონ ვიყავი ემიგრანტი, მაგრამ ეს სოფლებში რომ ბავშვები არიან და შიმშილით რო არიან და დედები და იგენ ვერ მუშაობდა, ბავშვები რომ შივრები იძინებენ, მუცელი გვტკივო, დედიკო და ვერ ვიძინებ. ამას რო უყურებ გული მეწვის. მოხუცებულები ხნის ხალხი, რომ პატრონთ არიან, არ შვილი, არ ძირი, არავინ არ აღავს. აი ესენი მეწოდებიან. თორე აქ იმდენად არა. მე სოფლის ხალხი მეწოდება ძალიან მოხუცებულები. იმათაც ხო რაღაცა უნდა. მისი ცხოვრება იშრომეს რა არის პენსია? 300 და 500 რომ მომატეს ახლა 45 ლარი? რა გახდება 494, 6 ლარი ვეღარ დაუმატეს? როგორ შეიძლება? რომ ჩავგეწეროთ გითხრათ, აპირებ თუ არა არჩევნებზე წასვლას? არ ვაპირებ არავითარ შემთხვევაში. რატომ არ აპირებთ? თუ წავედი 24-ში და მივეცი ხმა იმას, ვინც მინდოდა, გამოვიდა რა მე? ახლა არ გააყალბებენ? ეს მთავრობა ყველაფერს კადრულობს. ამგენ სალა თუ გაუშვებ თუ არა, მე რა. რუსეთის მოქალაქე ბრძანებით და იქედა გადმოსახედიდან როგორია საქართველოში მდგომარეობა? მე თვითონ სოფელში გაზილი ვარ, ბაღდათელი კაცი ვარ. მაგრამ ძალიან მომწონს საქართველოს ქართველი თუ არ მომწონს, აღარ ამომწონს მე. გასაგებია და ამჟამად არსებულ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ? ძალიან კარგად, ჩემო არა უშვებს. ცოტა სიძვირეა, მაგრამ არა უშვებს. რას უსურვებით მაშინ? ყველაფერი გავიქ ჩემ საქართველოს, შაბელო ჩემი თავი. არჩევნებზე არ ვაპირებ. აი რატომ? აზრი არ აქვს. და მაინც როგორ მერსის უსურვებთ ქუთაისისთვის? და რა მომავალს? არა მე ქუთაისელი არა ვარ. მაშინ ზოგადად. მე ყველა მიყვარს, ვისაც საქართველო უყვარს. როგორ მომავალს უსურვებთ საქართველოს? საკვირველია დამოუკიდებელს, ერთიანს, ლამას, წარმატებულს. სადაც ღარიბები აღარ იქნება. ჩვენი ერგაი განწყობილი ვარ, ვიზა იქნება უკეთესობა იყოს ამერა, რა ვარწავა. როგორ მერსის უსურვებთ ქუთაისისთვის? ქუთაისში აძლევთ მას. ქუთაის რო უნდა უყვარდეს, იმ ერგას ვისურვები. ქუთაისი თუ უყვარს, იგი ყველაფერს გააკეთებს და თუ ქუთაისი არ უყვარს, სხვა ქალაქიდანაა ჩამოსული ქუთაისის იგი არის ის, მაშინ ნაირმერი არ გვინდა. გავლით არა, გავლით კი არ გვინდა, აი რო ქუთაისის მოყვარული უნდა იყოს პირველ რიგში. ქუთაისი თუ უყვარს, იგი გააკეთებს რასაც. თუ ქუთაისი არ უყვარს, იგი არაფერს არ გააკეთებს. სირკი გვაკლი ერთი სირკი და გააკეთო. ავტობუსების იგი დასაყენებელი ადგილი არის. ახლა ჭაობივა, შეიძლება გაგეთეულო. ჭაობი მაიქი გასწორდება, მაგრამ მიკრო ავტობუსი მით უმეტეს გზავრი გადაყავს და სადგომი არ აქვს. დადგებიან აგერ და დასდებს პატრული რო გააჩერონ, ჯარიმა ამოწერონ და იმასთან. ამიტომ გამოგვიყონა ეს ადგილი. შიდა საქალაქო ტრანსპორტზე გვაკლაპარაკე. მეძე არაფერს. კიდევ რა გინდათ? მეტი არაფერი არ გვინდა, ახლა ამ წუთში არაფერი არ გვინდა. არჩევი ყველაფერი გაკეთებული. მეგი გვინდა რა მაგრამ. ჩემი აწყობილია ყველაფერი, შეხედე. დაპირებ თუ არა არჩევნებზე წასვლას ან რა განწყობილებ? აი რატომ ვერ გავარკვიე ვის შეიძლება მივცე ხმა. ოცნება არა. ხაზარაძე არა. 36 არა. კიდევ ვინა არ ვიცი სხვები. არ არის. იმიტომ რომ ვერ დავიდა ჩემამდე რომ ვის შეიძლება ენდო, არ გამოჩნდა არავინ. ახალგაზრდები რო იყო კიდე ვიღაცა ცოტა ინიციატივიანი და კონდეს რაღაცა, იგი კიდე შეიძლება მეფიქრა და ამიტომ რადგანაც ვერ ამოვარჩიე, ჩემ თავს ვერ დავივალდებულებ იმაზე რომ ვინმეს მივცე ხმა. ასეთ უნდობლობას რა განაპირობებს? ცხოვრების პირობები, მე პირადად ვარ პენსიონერი. რომელსაც მაქვს 350 ლარი პენსია და არ მკმარა კვებას თავი დაანებეს, სახში მყავს შვილი და კიდე იმისგან ჯანდაბას. იმიტომ რომ თავისთვის რომ მოაქვს, ჩემთვისაც თავისთავად არის. მაგრამ აი წამალი ექიმი არ მკმარა და როგორ ვენდო, აი რა ვქნა. მივცე ისე ვისე ოცნებას ხმა, რომელმაც ვითარდება ეკონომიკა. ვაიმე თქვენ ვერ ატყობთ თვითონ რა ვითარდება? მართლა შტერები ხო არა ვართ ხალხი რომ ვერ ვიგრძნოთ რაღაცებს. ზოგიერთისთვის კი. ვისაც მართლა ფულის შოულობს და იმათთვის კი, მაგრამ ჩვენთვის მე პირადად ვერაფერს ვეგრძნობ. პირიქით. აი
350 ლარი ყოფილიყო 10 წლის წინ, კიდე შეიძლებოდა რაღაც გიარსება და ეხლა უკვე 350 ლარი არაფერი 20 ლარს მოუმატებდო. თუ გინდა 200 მოუმატოთ, მაინც არაფერი არ იქნება. ამიტომ მივედი არა მაქვს, ვეპირადად რა ვქნა.